ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში მოშიმშილე პატიმრებს სოლიდარობის ნიშნად კიდევ რამდენიმე პატიმარი უერთდება. სასჯელ აღსრულების მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტს თითოეული მათგანი კონტროლზე ყავს აყვანილი. შიმშილობა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ გამოაცხადა, მასთან ერთად შიმშილობენ ძმები ტერაშვილები. სოლიდარობის ნიშნად მათ თორნიკე მოლაშვილი, ფრიდონ მერებაშვილი და ვასილ გოგალაძე უკვე შეუერთდნენ. მსჯავრდებულები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ სურთ, რომ ეკაბესელიან პოლიტპატიმართა სიაში ირაკლი ოქრუაშვილი და ძმები ტერაშვილებით შეიყვანოს. მატროსოვზე შიმშილობა გუშინ 26-მა მსჯავრდებულმა გამოაცხადა. ისინი ნამდვილად შიმშილობენ, დღესაც აპირებს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა პატიმრების სოლიდარობის ნიშნად შეუერთდეს. თავიდან 26 ადამიანზე ვლაპარაკებდეს, რამდენადაც 10 ადამიანი აპირებს გამოუცხადოს შიმშილობა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს მათ. ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა მეტი პოზიცია სხვა ვერ იქნება, გარდა იმისა, რომ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს და ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ საჭირო ზომებს.